ანუ ისე მიხარია ხოლმე მსგავსი წერილები და ძალიან დიდი ხანია საერთოდ არც მიჭორავია თქვენთან მართლა არ მახსოვს ბოლოს ოდის დავდე Q&A და ეხლა წაი რეპეტიციას მოვჭი და ეგრევე შემოვარდი რომ მეთქი არ წაიშალოს რომ ბევრი კითხვას მოვასწრო რომ უპასუხოთ. ყველაზე ხშირად დასმული კითხვა ეს არის ნომერ პირველი ადგილი დაიკავა. აუცილებლად გეტყვით და არ გამოგაპარებთ ამ ამბავს, ყველაფერს თავისი დრო აქვს. მიყვარხართ. ჯერ არ ვაშენებ სამწუხაროდ, მაგრამ მინდა რომ მალე დავიწყო და იმედია რომ მალე ავიშენებ ჩემს საცნობას ახალს. ბავშვობიდან არა, მაგრამ 16 წლის ვიყავი, როდესაც თმა შევიღებე და იმის მერე წითელი ფერის თმა მაქვს. ანუ 10 წელია ხალხო უკვე წითლად ვიღებავთ მას 10 წელი. ან ძალიან დიდი დროა და რო ვფიქრობ ხოლმე რომ ყავისფერი თმა მინდა, არ ვიცი ყავისფერი თმა როგორი იქნება, უკვე როგორ შევეჩვევი და როგორ შევეგუები. სხვადასხვა სახლსა დამხვდა ძალიან ბევრი კითხვები და მშენებლობას კი არა და მშენებლობამდე სანამ მივალ ჯერ პროექტირება ყველაფერი ან ძალიან ბევრი დეტალებია და ნიუანსებია, რაც გასავლელი მაქვს ჯერჯერობით. დავიწყებ თუ არა მაგას გამოგაპარებთ, ერთი სული მაქვს. ანუ Q&A იმიტომ და დავდო ხოლმე ხშირად რომ აი ისეთი წერილები არის ხა ყველას მართლა ვერ დავდებ რა რომ არ ვიცი საიდან ამდენი სიყვარული მზრუნველობა და სითბო აი მავსებთ ენერგიით და სიყვარულით და არ ვიცი მართლა საიდან დავიმსახურე ეს ყველაფერი. რო არ მოგატყუებთ დავიწყოთ. პირველი დედა ვარ და ყველაზე დიდი პროფესია არის ეს ჩემთვის. მეორე სტუდია მაქვს თავისი 3 ფილიალით და ძალიან დიდ ენერგიას და ნერვებს მოითხოვს ეს ჩემი პროფესია. მესამე როგორც ვთქვით მაქვს სტარტაპი და ჯავანის ძალიან დიდ ენერგიას და რესურსს ვახმარ. მეოთხე როგორც იცით ძალიან ბევრ და კარგ ბრენდთან და კომპანიასთან თანამშრომლობ და ძალიან ბევრი კონტენტის გადაღება მიწევს ყოველდღიურად და ყოველთვიურად და ასე შემდეგ. და თავისუფალი დრო გამომიჩნდება თუ არა მძინავს. ან წევარ და სერიალს უყურებ, იმიტომ რომ მართლა არ მაქვს იმის თავი რომ კიდე რამე ვაკეთო. ან მთელი დღე რო სახლში არიან და ისვენებენ ხოლმე. ეგ არის ხოლმე ჩემი თავარი რელაქსი. ანუ ხვდები, ანუ სადღაც წასვლის და გართობის თუ რაღაცის ნერვი არ მაქვს, მართლა არ მაქვს, იმიტომ რომ მირჩევნე დავწვი და დავიძინო. ასევე ჩემ პარამეტრებზე იყო ძალიან ბევრი კითხვა. სიმაღლეში მეც არ ვიცი ზუსტად რამდენი ვარ. გაზომილი ვარ სულ ექიმებთან და ზოგმა მითხარა 68 ვარ, ზოგმა მითხარა 70 ვარ და მეც არ ვიცი. ხოლო ბოლოს რა ვიწონე, ვიყავი 52 კილოგრამი. ეხლა ალბათ 53 ვიქნები.